სახელითა მამისად და ძისად და სულისაწმინდისად. ჩვენ როგორც ქრისტიანებმა ვიცით, რომ ღმერთი რომ განკაცდა ადამიანად მოვიდა, ეს ნიშნავს, რომ ადამიანი უნდა განიღმრთოს ეს წმინდა მამათა აი ამგვარად ფორმულირებადი მიზანი ჩვენი სულიერი ცხოვრების ამგვარად არის ფორმულირებული. ღმერთი ადამიანი გახდა, იმიტომ განკაცდა, იმიტომ რომ ადამიანი გახდეს ღმერთი. ეს ნიშნავს იმას, რომ ღმერთსა და ადამიანს შორის გონება მიუწვდომელი, აქამდე გონება მიუწვდომელი ერთობა ყალიბდება. ჩვენ ამას ხშირად ესე ვამბობთ, რომ ვეჩვევით ჩვენ საღვთო გამოცხადებით მიღებულ ჭეშმარიტებას, ვეჩვევით, მაგრამ რომ დაფიქრდეს ადამიანი თუ რაზეა საუბარი და ვისთან ერთობაზეა საუბარი, რა თქმა უნდა, ჩვენ ძალიან გაგვიჭირდება, თუნდაც სულ რაციონალურად დავიტიოთ ეს შეუძლებელია, ისეთ რამეზეა აქ საუბარი. ასევე იმაზეა საუბარი, რომ ადამიანი ღვთისტაძარი უნდა გახდეს. ასევე იმაზეა საუბარი, რომ ღვთისტაძარი ეს ცარიელი სიტყვები კი არ არის, ან რაღაც მეტაფორა, არამედ მასში რეალურად უნდა დამკვიდრდეს, ანუ ადამიანში ყოვლადწმინდა სამება ღმერთი. და არა მარტო ყოვლადწმინდა სამება ღმერთი, ღმერთთან ერთად წმინდანები და ანგელოზები და მთელი ზეცა. ეს იმდენად გონება მიუწვდომელი მოცემულობა და რეალობა ამავე დროს, რომ წმინდა მამებთან ვკითხულობთ იგივე ისააკასურთან, რომ ასეთი ადამიანის შინაგანი სამყარო, ანუ გული და ზეცა ერთმანეთსაგან არ განსხვავდება. ხვდებით ხო რაშია საქმე და ამ დროს მერე ჩვენ ვხედავთ საკუთარ თავს, უყურებთ საკუთარ თავს და რაღაცა ასეთ რამეს, ასეთ წარმატებებს, ასეთ მდგომარეობას ჩვენ რაღაც საკუთარ თავს ვერ ვატყობთ. შეიძლება ხორჩი მყოფს ეს არ ეკუთვნის და როგორ არ ეკუთვნის. ჩვენ ვიცით უამრავი წმინდანი, არა მარტო ძველი გრიგოლ ხანძთელი, რომელიც მართლა მზესავით წყინავდა, როცა ლოცულობდა, არამედ შედარებით ჩვენთან ახლობ თუნდაც წმინდა სერაფიმე საროველი, თუნდაც აგერ იოსებ ბისიქასტი და იოსებ ბატოპედელი და ასე შემდეგ, ანუ ადამიანები, რომლებიც დღესაც აი მსგავს მიახლოებულნი იყვნენ აი ამ მდგომარეობასთან. ამას რო ვიგებთ და ამას რო უყურებთ, მე ისევ საკუთარ თავს უბრუნდები და ვხედავთ, კი, მაგრამ ჩვენ რა გვჭირს? რატო ჩვენ ვერ გიხერხდება ასე და ამგვარად? რატო ვართ ასეთ მდგომარეობაში? რატომ არის ასე შორს ის, რასაც ქრისტიანობა ასწავლის ჩვენ რეალურ მდგომარეობასთან? რა თქმა უნდა, ეს კითხვა სავსებით სწორია, რომ დაისვას და რა თქმა უნდა საკუთარ თავს მოვთხოვოთ პასუხი, თუ რაშია საქმე, რატო ვართ ასე და ამგვარ მდგომარეობაში. ადამიანი როგორც გონიერი და თავისუფალი არსება, თვითუფლებრივი თავისუფალი არსება, დაჯილდოებულია ნებელობით. ნებელობა ეს არის, რაც ადამიანის მოაზროვნებით და თავისუფლებით მიღებულ გადაწყვეტილებას რეალიზებას უკეთებს. ანუ ადამიანი გონიერი რატომ არის? რომ რაღაცა მოიფიქროს და თავისუფალი რატომ არის? რომ რაც მოიფიქრა ის გააკეთოს. ხო? ინსტინქტები კი მართავს, ინსტინქტებიც მართავს ხანდახან სამწუხარო და სულ ვამბობთ, რომ ჩვენ ინსტინქტებზე მაღლა უნდა დავდგეთ, იმიტომ ცხოველები ხო არ ვართ. მაგრამ თუ ჩვენ ჩვენ თავს პატივს ვცემთ იმდენ, როგორც ღვთის ხატსა და მსგავს და ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ვართ მოაზროვნეები და თვითუფლებრივნი, შესაბამისად ეს რატო გვაქვს კიდევ ერთხელ ვიმეორებ? იმიტომ რომ მიზანი დავსახო როგორც გონიერმა და შესაბამისად თავისუფლად ეს გადაწყვეტილება მივიღო და გავაკეთო და ამისათვის ჭირდება ნებელობა, რომ ეს ყველაფერი რეალიზდეს. ეს რაც ჩამოვთვალე არის ადამიანის ბუნების ნაწილი, ადამიანის ბუნებაა ესეთი. მაგრამ ეს ბუნება ეკუთვნის ჩვენს ჰიპოსტაზს, კონკრეტულობას, ანუ პიროვნებას და მერე უკვე ჩვენი პიროვნება ამ ყველაფრით შეიარაღებული არის პასუხისმგებელი ცოცხალი ღმერთის წინაშე. მაგრამ ჩვენი ბუნება, რომელიც კიდევ ვიმეორებ, გონიერი და თავისუფალია, ჩვენი ბუნება ღმერთს დაცილებულია, ანუ დაზიანებულია, ანუ ვნება ტკივილს ნიშნავს, ანუ ტკივილებით ახსავს იაღონ ეს ტკივილი, ეს ის ტკივილი არ არის უყვედრებელი ტკივილი რო ქვია, რომ მე არაფერში არ ვარ. არამედ ეს ის ტკივილია, სადაც მე დამნაშავე ვარ.
და რომლითაც ამ ვნებებით ვაზიანებ საკუთარ ღვთის ხატებასა და მსგავსებას და დამნაშავე ვხდები, როგორც მოყვასისისი ადამიანის წინაშე. და ეს ისეთი მდგომარეობაა, რომლისაგანაც გათავისუფლება მე იმიტომ არ შემიძლია, რომ ეგავარ სურაცა ვარ. ბოლომდე დაზიანებული ვარ გარდა პატარა ნაპერწკალისა, რომელსაც სინდისი ქვია, სადღაც გონების რაღაც თვისებაა და რომლითაც მე და რაღაც კიდევ საიდუმლოებრივად მე წმენა მეძლება. ანუ ღმერთმა ბოლომდე არ დამტოვა. ეს არის საკრალურად ადამიანში ჩადებული. იმდენად საკრალურად არის ჩადებული, რომ ადამიანი გამოდის და ამბობს, ეს სამყარო თვითონ არსებობს, ღმერთი არ არსებობს. იმდენად საკრალურად არის ჩადებული, ზოგი ამბობს, სინდისიც ისე გამოგონილია საზოგადოებრივმა სოციალურმა კულტურამ შექმნა სინდის, თორე სინდისიც არ არსებობს. იმდენად საკრალურია, რომ ზოგი იქამდეც მიდის, რომ ადამიანი თავისუფალი საერთოდ არ არის, უბრალოდ ესე ეჩვენება, რომ თავისუფალია და ასე შემდეგ. ძალიან საკრალურად არის ეს ჩადებული ყველაფერი ადამიანში. მაგრამ მეორე მხრივ, ეს მოცემულობა არის რეალური. ადამიანი იმგვარად არის დაზიანებული, რომ მას დაკარგული აქვს ყველაზე მთავარი თვისება ადამიანისა ღმერთთან კომუნიკაციის უნარი და ეს ჯერ კიდევ სამოთხეში დაიწყო, როდესაც ადამიანს ეგონა, რომ ხეების უკან ღმერთს დაემალებოდა. ანუ დაკარგა. თვით რაციონალური კავშირიც კი შეიძლება ასე ვთქვათ, რომ სისულელეა ხო ხეების უკან ღმერთს როგორ უნდა დაემალო. ანუ ადამიანის ბუნებას არ აქვს უნარი ღმერთი დაინახოს. მოდი ასე ვთქვათ, დანახვაში იგულისხმება მარტო ეს ხო არ არის იგულისხმება, დანახვაში იგულისხმება აღქმა, განცდა, შეგრძნება და დანახვაც ყველაფერი, ანუ რაღაცის შემჩნევა და მისი შეფასება და ასე შემდეგ დანახვა. ადამიანს დაკარგული აქვს უნარი ღმერთის დანახვისა. ადამიანს არ შეუძლია ღმერთი დაინახოს. ისე როგორც ვისაც სმენა არ აქვს, არ შეუძლია მუსიკა გაიგოს. ვისაც თვალის ჩინი წართმეული აქვს, არ შეუძლია სამყარო დაინახოს. ადამიანს არ შეუძლია ღმერთი დაინახოს. ეხლა შევხედოთ ესე, ადამიანი არის მოაზროვნე და თავისუფალი. მას აქვს ასევე ნებელობა და ნებელობა რო არ ქონდეს ეს აზროვნება და თავისუფლება გიყოფილა გინდა რა. ეს აქტიურდება ნებელობა. ადამიანს აქვს ეს ყველაფერი ოღონ ისე, რომ მას ღმერთის დანახვის უნარი არ აქვს. ხო ხვდებით, საითკენ მიმყავს საუბარი. მე რო თავისუფალი ვარ და მე რო თავი მომწონს რომ ვაზროვნებ და ნებელობა რომ აქვს, ანუ ჩემი თავისუფლება რომ თავისუფლების და აზროვნების რეალიზება რო შემიძლია. ეს ყველაფერი არ მაძლევს შესაძლებლობას, რომ ღმერთისკენ წავიდე, იმიტომ რომ მე მას ვერ ვხედავ, მე მას ვერ შევიგზნობ, ვერ განვიცდი. ამიტომ ჩემი ნებელობა, ანუ ჩემი გააქტიურებული გონიერება და თავისუფლება ყოველთვის ღვთისნების საწინააღმდეგოა. იმიტომ რომ მე ვერ ვხედავ. იმიტომ რომ ხო უნდა მომწიფდეს ჩემში აი აზრი, ზრახვა რასაც ქვია და შესაბამისად ვიმოქმედო. გახსოვთ პეტრეს რომ მეუნება. პეტრეს სიკეთეს ეუბნება. რომ უფალო რა ჯვარცმა და რა ტანჯვა და რა უნდა გაგტანჯონ და რა უნდა შეურაცხონ, რასავობ, ეგ არ იყოს, კაცო, მაგას ნულაპარაკობ ესე. ანუ შეეშინდა ისეთ რამებს ამბობდა, უნდა დამტანჯონ, უნდა მომკლან, გესმით და უცებ არა, უფალო, რას ამბობ? ანუ ბუნებრივია, კეთილი რეაქცია იყო, რას ეუბნება გახსოვთ ქრისტე? განვეთ შემგან სატანა. და განუმარტავს რატომ არის სატანა იმ მომენტში პეტრე? იმიტომ რომ ადამიანისას ზრახავს, ადამიანურად ზრახავს და არა ღვთიურად. სხვანაირად არ შეუძლია ადამიანს. ამიტომ ჩვენი ნებელობა ყოველთვის უკეთურია. შესაბამისად ჩვენ არ შეგვიძლია თუ ჩვენ ნებას ღვთის ნება არ ჩაენაცვლა, ჩვენ არ შეგვიძლია მიწას მოვწყდეთ. არ შეგვიძლია. მამაჩვენოში იმიტომ არის, მამაჩვენო ხო ეს არის რა კომუნიკაცია გქონდეს ღმერთთან, პირველი რა არის გასაკეთებელი სიტყვა მამა, რომ გამოფხიზლდე ადამიანო, ღვთის შვილი ხარ შენ. მიწაზე დაღოღავ, ღვთის შვილი ხარ. და იმისათვის რომ ღვთის შვილი გახდე, მამაჩვენოში ჩამოთვლილია ეგ სხვადასხვა რამ რაც უნდა ახსრულდეს და ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი არის ის რომ ჩემი ნება გვერდზე გავწიო, იმიტომ რომ მას არ შეუძლია ღმერთთან მიმიყვანოს, იმიტომ ბრმა არის და ღვთის ნება ჩაენაცვლოს. რომ მე ვერ ვხედავ ღმერთს, მაგრამ აი მოვკიდავ ღვთის ნებას ხელს და მას მივყვები. და წარმოგიდგენიათ ადამიანი, რომელიც ღვთის ნებას არ ემორჩილება და ცხოვრობს თავისი ნებით და თან ეკლესიაში როა ასეთი ადამიანი. ხო სულ ტყვილაა ესეთი ადამიანი. და ტყვილაა ესეთი ადამიანი. აი აბსოლუტურად ტყვილაა ესეთი ადამიანი, რომელიც ღვთის ნებას ხელს არ ჩაკიდებს და საკუთარი სიმართლით ცხოვრობს, ანუ საკუთარი ნებით ცხოვრობს კვლავ.
და აი მამაო ჩვენოში ეს იყავნება შენი, იმიტომ არის მის გარეშე თუ ღვთისნება ჩვენ ნებას არ ჩაენაცვლა და თანახებ სათხოვარი სახეა. აი რა შემთხვევაში შეიძლება ადამიანმა ლოცვაში რაღაც ითხოვოს. როდესაც გაუჭირდა და ესე იგი რამ გამიჭირვა მე საქმე? ჩემმა ნებამ გამიჭირვა საქმე. ჩემი ნებაა რომ სულ ესე იგი რაღაცა კი გავიგე ღმერთის შესახებ, მაგრამ სულ ყოველთვის ვცდები მას და საბოლოო ჯამში ვღებულობთ იმას, რამ მდგომარეობაში ჩვენ ვართ, რომ ვერა გვაქვს კომუნიკაცია ღმერთთან, ხო? ჭრეტელობა არ დაწყებულა ჩვენში, ღმერთს ვერ ვხედავ და მიზეზი არის ჩვენი ნება. და იმდენად შეგვაწუხა ჩვენმა ნებამ, მე მისგან მინდა გავთავისუფლდე და იმდენად ვერ თავისუფლდები, რომ ერთადერთი დამჭა ღმერთს ხოვო, იყავ შენი ნება, თორე დავიღუპე. და მამაო ჩვენო ეს იმდენად ჩვენი პროგრამაა, ჩვენი ყოფიერების პროგრამა ადამიანური, რომ ყველაფერში ეკლესიამ თავისი სიბრძნით ყველაფერში ჩადო. აი ადამიანები რამე საქმეს, აი ლოცვების წიგნი რო გადაშალოთ, ხო, იქ შეიძლება ნახოთ, რომ რამე საქმის დაწყების წინა ლოცვა შეიძლება. იქ შეიძლება იყოს მეუფეოზეცა და ან უფრო მეტად მამაო ჩვენო. ჭამის წინ, არ გიფიქრიათ, საჭმელი უნდა ჭამოთ, მამაო ჩვენო, რატო უნდა თქვა? საჭმელი უნდა ჭამოკაცო რა, ეს რაღაც ფიზიოლოგიური პროცესია, ხანდახან ძალიან სასიამოვნოა, კულტურული, როცა ადამიანები მეგობრები ზიან ერთად და რატო უნდა თქვა მამაო ჩვენ? რა შუაშია? პური ჩვენი არსობისა რომ არის იქა? არა, პური ჩვენი არსობისა, მე ვარ პური, რომელიც გარდა მოვხეთ ზეცი. აქ ქრისტეზეა საუბარი. რატო ამბობ ჭამის წინ და ჩვენ როგორ ვაკეთებთ ხოლმე, ხო? სინდისი გვაკეთოთ და მამაო ჩვენო უნდა თქვა ჭამის წინ, იმიტომ რომ ესეა ქრისტიანობა, მამაო ჩვენო რომელი ხაცათაში ნაზმე და მივა ჩქარჩქარო რომ დავჭი ჩქარა შევჭამ. და რატო ვამბობ? იმიტომ რომ ამით ეკლესია მეუბნება რომ ჭამ, მაშინაც არ დაგავიწყდეს, რომ შენ ღმერთის შვილი ხარ. და ყველაფერი უნდა გააკეთო იმისათვის, რომ ღვთისშვილი გახდე. ნებისმიერი მიწიერი საქმის წინ არ დაგავიწყდეს, რომ შენ ღმერთის შვილი ხარ უპირატესად და მე ყველაფერი დანარჩენ. და აი, როდესაც ჩვენ აი ესე გვიჭირს და ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ყოფილა ის, რომ ჩვენი ნებით და ჩვენი სიმართლით მოქმედებთ და ამიტომაც ვერ ვახერხებთ ღმერთთან კომუნიკაციას და კავშირს, ამის ფონზე და აქედან რომ გამოვიდეთ, უნდა ღვთისნება ჩაენაცვლოს ჩვენ ნებას და ღვთისნებას როგორც მაშველ რგოლს, რატომ ქვია ღვთისნებას მყუდრო ნავსაყუდელი ევქარისტიულ მსახურებაში პირველ შეწირულისა თუ ბასილ დიდისაში არის ეს სიტყვები, რომ ღვთისნებაზე არის ეს სიტყვები ნახსენები, ღვთისნება როგორც მყუდრო ნავსაყუდელი. რატომ არის ეს გადამრჩენელი ჩვენი? იმიტომ რომ მას შეუძლია, მხოლოდ მას შეუძლია ჩვენში დაიწყოს ის პროცესი, რომელი პროცესიც ჩვენ ღმერთს დაგვაახლოებს და მოხდება რეალიზება იმისა, რასაც ჩვენ დასაწყისში ვსაუბრობდით და აი ეს სიტყვები მათეს სახარები და რაც დღეს იქნა აღმოკითხული. მართალნი გამობწყინდნენ ვითარცა მზე სასუფეველსა მამისა მათისასა და რომელსაც ასხენ ყურის მენად ისმინეთ. მართალი გაბწყინდება როგორც მზე. იმიტომ რომ ის მასში ღვთის მადლია, მასში ის ენერგიაა, რომელი ენერგიითაც ღმერთი მყოფიერებს. და მე ბოლოს ამბობს ეს, ხო, რომელსაც ასხენ ყურის მენად ისმინენ, იმიტომ რომ ჩვენ კითხულობთ ამას წლების განმავლობაში, მაგრამ ვერ ვიგებთ. თითქოს ეს ჩვენ არ გვეხება, მე არ მეხება ეს, მზესავით უნდა გავაბწყინდეთ თურმე, არა მე არ მეხება ეს. და გვეხება ეს არის სასუფეველი. სხვანაირი სამოთხე, სხვანაირი სასუფეველი არ არსებობს, ეს არის სასუფეველი. ეს, ნახეთ, თუ ეს ჩვენში არ მოხდება, ჩვენ ვერ ვცხონდებით. მე მესმის, რომ შეიძლება გრიგორ ხასლიელივით ხორცში მყოფნი არ გავწყინდეთ, მაგრამ თუ ჩვენ არ დავდექით იმ გზაზე, რომლის ნაყოფად, ამ გზის ნაყოფად ეს არ იქნება, ანუ მართალი რომ უნდა გავწყინდეს. გასაგებია, რომ დღეს არა ვარ, ხვალ არა ვარ, შეიძლება არ გარდაცვალების დროს არ ვიყო, მაგრამ გზაზე მაინც თუ არ ვიდექი და გარდაცვალებით თუ არ მთავრდება, გარდაცვალება კარებია, გავდივარ, მე გზაზე მივდივარ, გარდაცვალება შევაღე კარები, გავედი, გავიარე. და თუ ეს გზა, რომელთაც მე გავდივარ, ეს ის გზა არ არის, რომელიც ამ გაბწყინებამდე მიმიყვანს, მაშინ მე ტყილა ვარ ეკლესიაში, ტყილა ვარ საერთოდ ადამიანი და ყველაფერი ტყილა არის. აბსოლუტურად ყველაფერი ტყილა არის, ტყუილი. და აი პავლე მოციქულის სიტყვები ასევე დღეს, რომელიც მახსენებს ეს კორინთელთა მიმართ პირველი ეპისტოლე. ნუ თუ არ იცით, რომ ღვთის ტაძარნი ხართ და სული ღვთისა მკვიდრობს თქვენში. რატომ არის ეს მამხილებელი ტონი?
კორინთელებს და კორინთელებმა ძალიან დააშავეს იქ რაღაცები, მაგრამ აურიეს და პავლე მოციქული ახსენებს მათ, ანუ ეხლა ჩვენ არანაკლებ კორინთელებზე ნაკლებად ვაშავებთ, მით უმეტეს ჩვენი მოძღვარი არ არის პავლე მოციქული და შესაბამისად ჩვენ უფრო მეტად სუსტები ვართ და ეს სიტყვები ჩვენს გვეკუთვნის, გვახსენებს, ნუ თუ არ იცით, რომ ღვთის ტაძარი ხართ და სული ღვთისა მკვიდრობს თქვენში. ჩვენ ეს გვინდა არ გვინდა სული ღვთისა ჩვენში მკვიდრობს, იმიტომ რომ ნათელღებულნი ვართ, მირონცხებული ვართ, მაზიარებელნი ვართ, ძალისაებრ მლოცველნი ვართ და შესაბამისად მკვიდრობს ჩვენში სული ღვთისა, იმიტომ რომ თუ სული ღვთისა ჩვენში არ არის, ჩვენ ღმერთის არა ვართ, როგორც იგივე პავლე მოციქული ამბობს და სული ღვთისაა ის, რომ თქვენ გაიძულებთ აქ, სული ღვთისა გაიძულებთ, ხორცი არ გაიძულებთ, ხორცს არ უნდა აღდგომა. ხორცს ეს სიკვდილება აღდგომა. ხორცს ურჩევნია წამოწვეს სახში, კაიჭამოს, კაისვას, დაიძინოს, ფიზიკურად დაისვენოს. ის სული, რომელიც თქვენშია, იმას მოყავხართ აქ. ანუ არის თქვენში ღვთის სული. და რადგან არის ჩვენში ღვთის სული, ჩვენ პასუხისმგებელი ვხდებით. იმიტომ რომ ვაი, ჩვენი თუ ჩვენი სულს შეურაცხყოფთ, ჩვენი ცხოვრების წესი. ნუ თუ არ იცით, ანუ თუ არ გახსოვთ. და მე აგზელებს პავლე მოციქული. ესე იგი ღვთის ტაძარია, იმიტომ რომ თქვენში ღვთის სული მკვიდრობს. და მე აგზელებს, ვინც ღვთის ტაძარს დააქცევს მას ღმერთი. რადგან ღვთის ტაძარი წმინდაა და ესახართ თქვენ. თქვენ წმინდანები ხართ, პავლე მოციქული გონება. თქვენ ღვთის ტაძრები ხართ. თქვენში ღვთის სული მკვიდრობს, მაგრამ ვაი თქვენ თუ ამ ტაძარს შეურაცხყოფთ. აი ეს არის. ამიტომ ნახეთ როგორ არის, ჩვენ სხვა გზა არ გვაქვს. სხვა გზა არ გვაქვს. უნდა ბოლომდე ვიომოთ. ბოლომდე. რადგან დავიწყეთ ბოლომდე უნდა გავიდეთ. მაშინ ჯობდა არ დაგვეწყო. უომრად დაღუპული იყავი. უომრად. ახლა შეიძლება სულ მოკლევებით დაიღუპო ბოლომდე თუ არ იომო. ანუ დაღუპვა გარანტირებულია. მაგრამ ახლა იბრძვი და სულ მოკლევება არ უნდა გამოავლინო, იმიტომ რომ ბოლომდე უნდა იომო. ბოლომდე გაუფრთხილდე ტაძარს. ჩვენ ხო უფრთხილდებით ტაძარს. ჩვენ ხო არავის არ მიცნობთ უფლებას მოვიდეს და უროთი ტაძარი ანგრიოს, შეურაცხყოფა მიაყენოს. ჩვენ შეიძლება შევაკვდეთ კიდევაც. და ამ დროს საკუთარ ტაძარს ჩვენ თვითონ ვბილწავთ ცოდვებით, ხანდახან სასიკვდილე ცოდვებითაც. გესმით? აი ეს არის. ჩვენ დღეს ბევრს მივსტირი ვართ, ჩვენს ეკლესიას როცა გვიგინებენ და გვილანძღავენ, ჩვენს პატრიარქს გვიგინებენ და გვილანძღავენ. როდესაც ჩვენ სამშობლოს გვიგინებენ და გვილანძღავენ, შეურაცხყოფას გვაყენებენ, გვართმევენ. ჩვენ ბევრ ამას ვეგუებით რა, ვეგუებით. ჩვენ ტაოკლარჯეთი არა გვაქვს, დაკარგული გვაქვს. ტაოკლარჯეთი საქართველოსათვის რა არის, იცით? აი როგორც მცხეთა. მცხეთის ტოლფასია. მოდი ესე ვთქვა, მცხეთა როგორც სულიერი ცენტრი საქართველოს. და ტაოკლარჯეთი სულიერ პოლიტიკურიც. და იმან შექმნა ის ესეთი მძლავრი ერთეული, რომელმაც ქრისტიანობა დაიფარა და დღევანდელ დღემდე მოიტანა და ჩვენ არა გვაქვს, დაკარგული გვაქვს. ადამიანებს ხშირად ეს აწუხებთ, მაგრამ ამ დროს გვავიწყდება, რომ ჩვენ საკუთარი გული აი აქ დაკარგული გვაქვს. დაკარგული რას ნიშნავს? სასუფეველოში რა წაიღებ, ან ტაოკლარჯეთს, ან რას წაიღებ? რას წაიღებ? მიწიერ სამშობლოს წაიღებ სასუფეველოში? ჩვენ დაკარგული პირველ რიგში საკუთარი გული გვაქვს. მივტირია ივერონი დაკარგული გვაქვს, ჯვრის მონასტერი დაკარგული გვაქვს. გული არა გვაქვს დაკარგული. ჩვენი შევხედოთ დღეს ქართველები როგორ ცხოვრობთ. როგორ არ გვიყვარს ერთმანეთი. როგორ ვექცევით ერთმანეთს. რამდენი მაგალითი შეიძლება მოიყვანო, რამდენი მკვლელობა ხდება საქართველოში. თან ხშირად ოჯახის წევრებს შორის, მეზობლებს შორის. რამდენი ჩხუბი ხდება მანქანაზე რო დადის ადამიანი, რამდენი ჩხუბი ხდება მეზობლებს შორის, როდესაც ესე იგი მანქანა ვერ დაუყენებია და ვერ გაუყვიათ ადგილი სად დააყენონ მანქანა. რამდენი აბორტი კეთდება საქართველოში. რამდენი გარყვნილებაა საქართველოში. რამდენი საკუთარი დედის გინებაა საქართველოში. ეს ყველაფერი აქ არ ხდება გულში. და რა უნდა დაიბრუნო, როცა საკუთარი გული არ აქვს დაბრუნებული. ამიტომ ჩვენ შეურაცხყოფთ საკუთარ თავს. და მე პავლე მოციქული გვახსენებს, რომ ხოლო თქვენ ქრისტესნი ხართ. აი მანამდე ამბობს, ტაძარი წმინდა არ დაგავიწყდეს, წმინდა ეს ტაძარი და მე რომ არ გავიხედოთ, გამოვიხედოთ, ხო, ტაძარი წმინდაა, ხო, წესით ეგრე უნდა იყოს. და უცებ გვეუბნება, ესა ხართ თქვენ. ანუ მე მომმართავს, თეოდორე, შენ
შენ წმინდა უნდა იყო, ეს შენი ვალდებულება. ვიღაცა კი არა, წარსულში კი არა, შენ უნდა იყო წმინდა, შენ უნდა იყო წმინდა, იმიტომ რომ ტაძარი ხარ ღვთისა. ხოლო თქვენ და რატომ და მე აგზელებს ქრისტესნი ხართ, ქრისტესნი და ქრისტე ღმერთია, ქრისტე კი ღვთისა ამბობს. ანუ ქრისტეს ადამიანური ბუნება ჩვენ ვეზიარებით ღვთისა, ანუ ღმერთთან გაკავშირებს. ეს ადამიანური ბუნება, რომელიც ღმერთმა მიიღო, ღმერთის არის, ღმერთის ადამიანური ბუნება გახდა და შენ გაძლევს ამ ადამიანურ ბუნებას და შენც ღმერთის სახდები. შენ ქრისტესი, ქრისტე ღმერთის, ანუ შენ პირდაპირ ღმერთთან კავშირში მოდიხარ, რასაც თავიდან საუბრობდით, რაც ჩვენ ყველაზე მეტად გვაკლია. ამრიგად, ჩვენ უნდა შეგვრაცხოს კაცმა, როგორც ქრისტეს მსახურნი და ღვთის საიდუმლო მნენი, ანუ მსახურნი. ხო, იგივე. ნახეთ, ეს ვართ ჩვენ, გარედან ასე უნდა დაგვინახონ, ასე უნდა შეგვრაცხონ, როგორც ქრისტეს მსახურნი. ქრისტეს მსახურნი, ასე უნდა აღვიქვან ადამიანებმა. მნეთაგან კი რა სიტყვენ მნეთაგან, მსახურთაგან, რა სიტყვენ? დააგზელებს პავლე მოციქული, რომ თითოეული მათგანი, არა უბრალოდ კოლექტიურად და სადღაც მეც იქ თავს შევყოფ, არამედ თითოეული პერსონიფიცირებას აკეთებს პავლე მოციქული, თითოეული მათგანი იყოს სანდო. რამდენად სანდო ვართ ჩვენ. მაგრამ ხშირად რო გავიგებთ ამ სიტყვებს, რამდენად სანდო და უცებ ჩემ თავს კი ვერ შევხედავ, რომ მე სანდო ვარ თუ არა, არამედ ხო ეს რამდენად არის სანდო. ის ერისკაცი, ის მღვდელი, ის და ეს რო არ დამემართოს და პავლე მოციქულმა ხო იცის ადამიანი როგორია. ხო იმ წამსვე მე გვეუბნება, მაგრამ ნუ განჟით უდროთ, ანუ სხვისკენ უიყურებით. ვიდრე არ მოვა უფალი, ნათელს რომ მოხფენს ბნელში დაფარულს და გაამჟღავნებს გულის ზრახვებს. შიგ ადამიანის გულში რა ხდება არ იცი და მაშინ თითოეულს მიეგება ქება ღვთის მიერ, ვინც რა თქმა უნდა გადარჩება. ასე რომ ჩვენი პასუხისგებლობა ძალიან დიდია, უკან დასახევი ჩვენ არა გვაქვს. ჩვენ ვიცით საერთოდ უნდა ვიაროთ და უნდა ვიაროთ. უკან მოუხედავად. გულმხურვალედ, დინამიურად, ექსპრესიულად. და ჩვენი ეს მოაზროვნეობა და თავისუფლება და ნებელობა უნდა ჩავაყენოთ ღვთის ნების, ღვთის სამსახურში და ღვთის ნებას ჩამოვაბღაუჭოთ. რომ ის ახსრულდეს ჩვენში. თუ ეს მოხდება, მაშინ ეს ყველაფერი რაც დაწერილია, თითოეული ჩვენგანის საკუთრებად იქცევა. ჩვენ გავივლით ამ ცხოვრებას, გავალთ გარდაცვალების კარიბჭეში და გავბრწყინდებით ვითარცა მზენი. ეს არის ჩვენი მიზანი, აქ იმიტომ ვიმყოფებით. შეგვეწიოს უფალი, ამინ. მადლი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს და სიყვარული ღვთისა და მამისა და ზიარება სული საწმინდისა იყოს თქვენ ყოველთა თანა. ამინ.